ამაზე და მე მაინტერესებს იცოდი თუ არა რომ არსებობს ცეკვის საერთაშორისო დღე. არ ვიცოდი სიმართლე გითხრა, მაგრამ ყველაფრის საერთაშორისო დღე არსებობს და ალბათ ცეკვა რასაკვირველია, ცეკვა დაიმსახურა ალბათ. ყოველწლიურად 29 ապრილს ცეკვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ეს თარიღი 1982 წელს იუნესკომ დაარსა და დაუკავშირა თანამედროვე ბალეტის ფუძემდებლის ფრანგი ქორეოგრაფის ჟორჟ ნოვერის დაბადების დღეს. ამ დღის მიზანი ცეკვის როგორც ხელოვნების ფორმის პოპულარიზაცია, როგორც ამბობენ, ცეკვა გამოხატვის ის ფორმაა, რომელიც არღვევს ყველა პოლიტიკურ, კულტურულ და ეთნიკურ ბარიერს. და რა თქმა უნდა, ამის საუკეთესო მაგალითი არის რა? ქართული ტრადიციული ცეკვა რა. ცხადია. სწორედ ამის თქმას ვაპირებდი, შუადღეც უერთდება ამ თარიღს და ახლა გვაქვს ჩართვა ფოლკლორის ცენტრიდან, აქ 3 დღის განმავლობაში გურული ცეკვის მასტერკლასი იმართება, დეტალებს კი ქართული ცეკვის ღონისძიებაზე კატო ყიფიანი გვეტყვის. კატო, მოგესალმებით. კატო. მეგონა ცეკვით ჩაგვერთვებოდი პირდაპირ. მოგესალმებით. აი, ცოტა ხანში უნდა შევუერთდი აუცო და აუცილებლად ვისწავლი რაღაცებს და რომ მოვალ შენც გასწავლი აუცილებლად. ფოლკლორის ცენტრში ვიმყოფებით ნამდვილად. ძალიან საინტერესო და კარგი ენერგიით არის. უნდა აქ გურული ცეკვის მასტერკლასები არის ბოლო 3 დღის განმავლობაში. უნდა აღვნიშნოთ, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება ეს ღონისძიება და ჩემთან ერთად იმყოფება ბატონი უჩა დვალიშვილი, რომელიც იდეაც იყო ეს მასტერკლასები. მოგესალმებით ბატონო უჩა. საიდან დაიბადა ეს იდეა? ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ატარებს მასტერკლასებს და ეს რეგულარულად ტარდება წელიწადში 2 ჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამჟამად ჩვენი სამუშაო თემა არის გურული საცეკვაო ფოლკლორის შესწავლა და მოწვეული ჰყავს გურიიდან ისეთი ცნობილი ადამიანები, რომლებიც აი ავთენტურ ვარიანტს ფლობენ გურული ცეკვებისას. ბატონი ვაჟა ახვლედიანი, ბატონი ანზორ ვარამაძე, ბატონი კობა დუნდუა და ჩართულობა ძალიან დიდია, ინტერესი რაც დრო გადის უფრო ფართოვდება და დაახლოებით 160-მდე არის მონაწილე დაფიქსირებული. მასტერკლასში მონაწილეობას იღებენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ქორეოგრაფიული განყოფილება, თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების კოლეჯის სტუდენტები, ასევე კულტურის ინსტიტუტის ქორეოგრაფიული განყოფილების სტუდენტები და მოცეკვავები. ეს არა მარტო თბილისია, არამედ მოიცავს მთელ საქართველოს. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მობრძანდეს, დარეგისტრირდეს და მიიღოს მონაწილეობა ჩვენს მასტერკლასებში. ასე რომ გარდა ამისა, კიდე მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალისტები, ვინც დაინტერესებული არის ქართული ცეკვის, ქართული საცეკვაო ხელოვნებით. ეხლა რაც შეეხება სამუშაო მასალებს, აქ ჩვენ სპეციალურად გვაქვს ისეთი ცეკვები შერჩეული, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში და ძალიან ისეთი პოპულარული ქორეოგრაფი ბრანდებოდა ცნობილი ბატონი გიორგი სალუკვაძე და მის დადგმულ ცეკვებს აი მან შექმნა პირველად არცაკუკუ, გურული ფერხული, მან შექმნა ცეკვა კალმახური, მან შექმნა კუნდრუკი და სხვადასხვა ცეკვები და აი ჩვენი მომავალი თავობა ზუსტად ამას სწავლობს. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს გზა მასტერკლასების სახით მიყვანს ტაძართან, რომელიცაც ჭეშმარიტი გზის, რა თქმა უნდა და რა ვიცი, ამან ჩვენ ვფიქრობ, რომ კარგი საქმე ხდება სამომავლოდ და მომავალს გადაეცემა აი ეს ავთენტური ცეკვები და აი ამის საფუძველზე უკვე შემოქმედი ქორეოგრაფი შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო და აი ამ მიმართებით შეიძლება სხვადასხვა ცეკვების მოვიძიოთ. მე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ არა მარტო პრაქტიკულად მუშაობ ჩვენ, არამედ თეორიულადაც ვიკლებთ ცეკვებს და აი გამუშავებული გვაქვს აპალუტულაძის ეთნოგრაფიული გურიიდან სხვადასხვა ცეკვები, ოთრი ცეკვა მაგალითად ყიური, ქაჯური,
მოკლა გაცოცხლება და გურულ ცეკვაში რა თქმა უნდა ტექნიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი ამ ხასიათს, გურულ ხასიათს როგორი მნიშვნელობა აქვს? ძალიან კარგი შეკითხვაა და მე ვფიქრობ რომ აი ეს ჩვენი მუშაობა ზუსტად არის გადასული აი მიმართული იქეთკენ რომ ძირითადად შევისწავლოთ ხასიათები ეს განწყობები, ხალისა და მამაკაცის მანერები, ერთმანეთთან დამოკიდებულებები და მეთოდურად თუ ავიღებთ, ძირითადად აი საცეკვაო ლექსიკა, მაგალითად, აი მხიარული ცეკვები, როგორიც არის თავისთავად ისეთი მოძრაობებია შერჩეული და ძალიან კარგად იციან ეს ხასიათები ჩვენმა მასტერებმა. ასე რომ ძალიან ისეთი ხალისით სწავლობს მომავალი თაობა და მე ვფიქრობ რომ კარგი საქმე კეთდება და დიდი მადლობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობას, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და რა ვიცი, მე მგონი ვამართლებს. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთან ერთად ასევე იმყოფება მონაწილეც ამ მასტერკლასის, მოგესალმებით დინა. რამდენად კმაყოფილი ხარ ამ მასტერკლასით? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მომხრეებელს. ვიტყვი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მასტერკლასები, როგორც ქორეოგრაფების, მომავალი ქორეოგრაფებისთვის. რადგან ამ მასტერკლასზე შევიდნენ ძალიან ბევრი აუცილებლად გამოგადგება. ძალიან ბევრი ყოფილა მასტერკლასის მონაწილე, თუმცა ეს მასტერკლასი დარჩება ჩემთვის ერთ გამორჩეულ და საყვარელ მასტერკლასად. ვიტყვი იმას, რომ მასტერკლასზე ვისაუბრეთ და შევაგროვეთ ცოდნა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით, ვისაუბრეთ გურული კოსტიუმის ისტორიასთან დაკავშირებით. და არ ვიცი, მინდა და მადლობას გადავუხდი ფოლკლორის ცენტრს მხარდაჭერისათვის. მადლობა ძალიან დიდი ნინო. მე აქ ვრჩები, დღეს მთავრდება გურულის ცეკვის მასტერკლასი, თუმცა მომავალში დაგეგმილია კიდევ ბევრი მასტერკლასები და ჩვენს მაყურებელს ვეთქვი, რომ აუცილებლად გაიგებენ ჩვენი ეთერიდან ამ სიახლეებს.